2014 წლის ბიუჯეტი უკვე ერთი კვირა შვებული არის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომლის პარამეტრები შეადგენს 9,858,000 ლარს. ანუ წლევანდელი წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 1,200,000 ლარით მეტი არის. ბიუჯეტი 2015 საჯარო განხილვისათვის გამოტანილია. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მის ირგვლივ გამოთქმული ყველა შენიშვნა, წინადადება თუ რეკომენდაცია გათვალისწინების შემთხვევაში შესწორებულ ვარიანტს ჩაისახება და ავტორთა ჯგუფს დაუბრუნდება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დრო კორექტივებისათვის 10 დეკემბრამდე აქვთ. აქედან ვიდრე ახალ წლამდე ადგილობრივი კანონმდებლები წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კანონის ძალას მიესცემენ. მანამდე კი გასულ წელთან შედარებით 1,200,000 ლარით გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრები საჯარო განხილვას ექვემდებარება. წინასწარი მონაცემებით მას რეგიონალური და მუნიციპალური ფონდების მიერ მილიონობით ლარის დანამატი ექნება, რაც სხვადასხვა პროექტებში აისახება, რომელთა შორის ყველაზე უფრო მოცულობითი იქნება გზის კეთილმოწყობა სოფელ როდინაულში და გამწმენდის სათაო ნაგებობის მშენებლობა ხოხოულაში. ორივე პროექტი საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იქნა დაანონსებული. ეს არის საკუთარი შემოსავლები და პლუს გათანაბრებითი ბიუჯეტი და ამას დაემატება აუცილებლად წინასწარი მონაცემებით 3,650,000 ლარი, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს სხვადასხვა პროექტებს. ეს არის ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები. პლუს ამას კიდე გვირდება მუნიციპალური განვითარების ფონდი, ახლა მე ვაანონსებ წინასწარ და ძალიან კარგი იქნება რომ ეს ახდება. გვაქვს უკვე წკეთდება პროექტი, რომ უნდა გაკეთდეს აუცილებლად როდინაულის გზა, რომელიც იცით თქვენ რომ არასდროს არ ყოფილა ასფალტირებული და გაკეთდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით ეს გზა, ასევე მეორე სვირი და სადგურსვირის დამაკავშირებელი გზა, იცით ჩვენმა მოსახლეობამ რომ საკმაოდ ბევრი მოსახლე სარგებლობს ამ გზით. და წლების განმავლობაში ისიც ესე იყო მიტოვებული და ძალიან სავალალო მდგომარეობა შექმნილი. იმ გზასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს და ეს გზაც გაკეთდება. პლუს კიდე არის საუბარი იმაზედაც, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს კანალიზაციის გამწვენ სათავე ნაგებობას, რომელიც წლების განმავლობაში ფაქტურად არ აქვს ზესტაფონს და იცით თერმოზესტაფონმა რომ ეს ფეკალური მასები იღურება სადღაც მინდორში. კაისიდან დაიწყება მუშაობა და ერთ-ერთი თანამედროვე სათავე ნაგებობა იქნება ზესტაფონს. ეს არის მთლიანობაში სადღაც 21 მილიონი ლარი მარტო მუნიციპალური განვითარების ფონდის ვიძახით პლუს 2015 წლის ბიუჯეტში ყველაზე უფრო პრიორიტეტული სოციალური პროგრამები და სკოლამდელი დაწესებულებებია. საბავშვო ბაღების კეთილმოწყობა და ახალი მეშვიდე ბაღის მშენებლობის დაწყება სერიოზულ პრობლემებს მოხსნის ზესტაფონის სტრუქტურულ ერთეულებში. კიდევ ერთი საკითხი, რაცაც დავით მაღრაძემ ისაუბრა, ეგრეთ წოდებული მეუფის ბაღის საპატრიარქოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის 15 წლიანი უზურპრუქტის წესით გადაცემის ამბავია. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, საკითხი შეთანხმებულია და ამ ეტაპზე მხოლოდ დოკუმენტებია მოწესრიგებელი. მეუფემ გამოხატა კეთილი ნება და ყოფილ ბაღს, რომელიც არის დღეობით საპატრიარქოს მფლობელობაში, გადმოგცემენ 15 წლიანი უზურპრუქტით და იქაც კიდევ ახალი ბაღი გაიხსნება. რაც შეეხება მიმდინარე წლის ბიუჯეტს, ის ამ დროისათვის 800,000 ლარით არის გადაჭარბებული. წლის დამთავრებამდე არსებულ დროში მიწის გადასახადებისაგან მიღებული თანხის საფუძველზე მისი ზრდა დამატებით კიდევ არის მოსალოდნელი. ამერიკული ჯგუფი აკრობატული ძვლები პირველად ზესტაფონში. ამერიკულ country band-თან ერთად ზესტაფონელი მსმენელის წინაშე ქართველი შემსრულებლები შოთა ადამაშვილი და ჩიჩო წარდგნენ, რომლებიც უკვე 7 წელია country სტილის მიმდევრები არიან და ამ ჟანრის მუსიკას ქმნიან. დაახლოებით 6-7 წელია, რაც ამერიკულ country-ს უკრავ და ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ჩამოდის ნამდვილი ამერიკული country band-ი. და გამსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის, რა თქმა უნდა. დღესაც ერთ სიმღერას შევასრულებ, ერთ-ერთი ვიქნები, ვინც გახსნის ამ შოუს და ძალიან ბედნიერი დღეა ჩვენთვის. იმედია, რომ მაყურებელი კარგად მიიღებს ამას, იმიტომ რომ ეს ძალიან უცხო ხილია საქართველოში. შეიძლება სხვა მუსიკის ტრადიცია მეტნაკლებად არსებობდეს, თქვა ცოტა უცხოურის როკ მუსიკა, ბლუზი, ნებისმიერი ჯაზის პატარა ტრადიციაც არსებობს, მაგრამ country მართლა ჯერ კიდევ არ არის გაცოცხლებული იმდენად. და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი
იქნება ძალიან ნაყოფიერი. აღნიშნული სტილის მუსიკა ქართული საზოგადოებისთვის შედარებით ახალია, მაგრამ ზესტაფონელი მსმენელი მუსიკალურ მიმდინარეობას ოვაციებით შეხვდა. ამერიკული ჯგუფის კონცერტის მხარდამჭერი ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობა გახლდათ. სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ცნობილი იყო მეთქი თავიდანვე ეს ჯგუფი არ ყოფილა, მაგრამ რაც გავიგე ამ ჯგუფის აქ ჩამოსვლის შესახებ, დავინტერესდი ამ ჯგუფით და ნამდვილად მომეწონა მათი მუსიკა, სასიამოვნო მოსასმენია და მიხარია რომ ეს ჯგუფი დღეს ჩვენთან არის ზესტაფონში და ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობისას და ასევე ამერიკის საელჩოს რომ ზესტაფონელი ახალგაზრდებს ესე გვახალისებს ამ საინტერესო ჯგუფით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონცერტს კულტურისა და შემოქმედების ცენტრმა უმასპინძლა. აკრობატული ძვლები, რომლებიც ამერიკული ტრადიციის მიმდევრები არიან, იმერულ ტურნეს ფარგლებში კონცერტებს თერჯოლასა და ქუთაისშიც გამართავენ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომლის ორგანიზებითაც იმართება ეს ტურნე. ტურნე მოიცავს იმერეთის 3 რაიონს. აქციის მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად არის დემოკრატიის განვითარების და ხელშეწყობის ცენტრი. ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ესევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზესტაფონის გამგეობას. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოვახერხეთ ამ ჯგუფის ჩამოყვანა საქართველოში, რადგანაც ეს ჯგუფი წარმოადგენს ამერიკული მუსიკის ტრადიციების მიმდევარ ჯგუფს. ანუ ეს არის ბლუგრასის მუსიკა. ამ მუსიკაზე ზეგავლენა მოახდინა იმ იმიგრანტებმა, ბრიტანელმა იმიგრანტებმა, რომლებიც ამერიკაში ჩავიდნენ შოტლანდიიდან, ბრიტანეთის კუნძულებიდან და თან ჩაიტანეს თავისი მუსიკა. ნოემბერს მიხეილ სალაძის სახელობის სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრში სტარტი აიღო სპორტულმა ღონისძიებამ მხიარული სტარტები. ის საკმაოდ მასშტაბურია და მუნიციპალიტეტის 32 სკოლის გუნდების პაექრობას დაიტევს. გუნდი 14 მოსწავლისაგან შედგება, პროპორციულად 7 გოგონა და 7 ბიჭი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 32 საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლები. არის ძალიან კარგი საჩუქრები, პრიზები გამარჯვებული გუნდისათვის. ამ ღონისძიების ჩატარებისას გვერდით დგას გამგეობის კულტურის და სპორტის სამსახური. მხიარული სტარტების პირველი მონაწილე გუნდები ზესტაფონის ნომერ 4 და შროშის საჯარო სკოლები იყვნენ. გუნდები 14 კაციანი შემადგენლობითაა დაკომპლექტებული და მასში თანაბარი რაოდენობის მე-5, მე-6 და მე-7 კლასელი გოგონები და ბიჭები ერთიანდებიან. ბავშვების შეძიფში ჩანს ყველაფერი ის ემოცია, ყველაფერი ის მონდომება, ყველაფერი თავიანთი ენერგიის გამომჟღავნება, თავისი ტექნიკის, ტაქტიკის, ყველაფერი. ბავშვებს უხარია, მოხარულები არიან, თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა, როგორ არიან ბავშვები. ყველა ბავშვი ფრენს, დაფრინავს, კი არ თამაშობს, დაფრინავენ ისეთი გახარებულები არიან და ძალიან დიდი ღონისძიება, ძალიან კარგი ღონისძიება და მე მგონი რომ მთელი რაიონი ამას ახალგაზრდობამ მიესალმება, მთელი რაიონის ხელმძღვანელობას მიესალმება და ჩვენს ნამდვილად მაყოფილები ვართ, ჩვენი ახალგაზრდობა იზრდებიან ჯანმრთელები და ბედნიერები. მხიარული სტარტების გამოცდილება ნაწილობრივ გვაქვს მომზადებული, რა ვიცი, ჩვენს ძვლების დაგვერად მომამზადეთ და ნახოთ, აგერ ბურთი, აგერ მოედანი და გამოჩნდება ყველაფერი, რა ვიცი. ეცდებით რომ გავიმარჯვოთ და მოვიგოთ. ასეც შეხვედრას მეორე ვიღებ მონაწილეობა, ძალიან მოხარული ვარ და უნდა გავიმარჯვოთ. მხიარული სტარტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ინიციატივით ტარდება და თავის ფინალურ დასასრულს თვის ბოლოს მიაღწევს. საჩხერის ჩიხურასთან მერვედფინალური მატჩით საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის 25 გათამაშებაში ჩაება. მეტოქეთა პირველი სათავსო დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ამასთან ერთ სანახაობრივი თვალსაზრისით გამოდგა ის აღსანიშნავი. გუნდები ოპონენტის მეკარისათვის დისკომფორტის შექმნას ძირითადად შორიდან დარტყმებით ცდილობდნენ, თუმცა მეკარეები თავიანთ მოვალეობას უშეცდომოდ ასრულებდნენ. მეორე ტაიმში სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გამოიკვეთა. ზესტაფონელები ბურთსაც მეტად აკონტროლებდნენ და საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, თუმცა ვერც ერთი მათგანი შედეგიანად გამოყენება ვერ მოახერხეს. მატჩი უგოლოდ დასრულდა.
აქედან 4-ში ზესტაფონს ეროვნული ჩემპიონატის მატჩი აქვს. 22 ნოემბერს ის ქუთაისის ტორპედოს სტუმარი იქნება.